გამარჯობა, მე ვარ ანიტა ციგეაშვილი. 163 საჯარო სკოლის მეორე G კლასის მოსწავლე. მე წავიკითხე ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრების სატკბილეთი. თუ გსურთ იმოგზაუროთ ტკბილ და გემრიელ ქვეყანაში, გირჩევთ წაიკითხოთ. წიგნი ქმნის საოცარ სამყაროს, სადაც ყველაფერი ძალიან ტკბილია. თუ არ გჯერათ, თვითონ გაემგზავრეთ იქ და ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ. წიგნი სავსეა თავგადასავლებით, რაც გვაძლევს საშუალებას წარმოსახვით სამყაროში ვიმოგზაუროთ. მადლობა ავტორს და პედაგოგს, რომ გვამოგზაურა სატკბილეთის ქვეყანაში. მოგესალმებით, მე თეკლა ვარ, 8 წლის. ვსწავლობ ქალაქ თბილისის 6 თავაიშვილის სახელობის 163 საჯარო სკოლაში, მეორე კლასში. გიყვართ კითხვა? მე ძალიან. მინდა გესაუბროთ ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანაზე და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. ორივე წიგნი ძალიან მომეწონა, მაგრამ უფრო მეტად სატკბილეთის პირველ ნაწილს გამოვარჩევ. წიგნი მოგვითხრობს ნიგოს თავგადასავალ სატკბილეთში, სადაც ციდან ტკბილი წვიმა მოდის. ლიმონათის მდინარე მოედინება და სახლები მურაბის ქილებს ჰგავს. სატკბილეთის ქვეყანა გვასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, კეთილისა და ბოროტის გარჩევას. ყველა პერსონაჟი ძალიან მომეწონა, თუმცა რამდენიმეს გამოვარჩევ. ესენია ნიგო, ბზუილა, ჭიამაია, ლინოვიო, ძიათხილო. ისეთი განსტამავს, თითქოს ყველას დაუმეგობრდი. ასე რომ მე ჯადოსნურ ქვეყანაში ვიმოგზაურე და თქვენც გირჩევთ იმოგზაუროთ ტკბილ და ჯადოსნურ ზღაპრულ ქვეყანაში. მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობათ, მე ვარ გაბრიელ გობრონიძე. მე დავდივარ 163 სკოლაში, ვარ მეორე კლასში. მე წავიკითხე ირმას მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა და აქედან ბევრი რამე გავიგე კეთილ და ბოროტ ადამიანებზე. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ბზუილა. მან თავს არქივში ჩაიგდო მეგობრობის გამო. ჩემო მეგობრებო, გირჩევთ რომ წაიკითხოთ სატკბილეთის ქვეყანა. გამარჯობა, მე ვარ დათუჩაქსიშვილი. მე ვსწავლობ 6 თავაიშვილის სახელობის 163 სკოლაში. მე ვარ მეორე კლასში. ჩემი დავრიგებელი არის მარინა გუროვანიძე. მე წავიკითხე ირმა მალაციძის ორი წიგნი, სახელად სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები. სატკბილეთის ქვეყანა იმიტომ საინტერესო, რომ მაგალითად სატკბილეთმა ზონაში გაიმარჯვა და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რამე ხდებოდა. მე ვსაც ურჩევდი რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო წიგნი არის. გამარჯობა, მე ვარ ციკო ჩადუნელი. ვსწავლობ 163 საჯარო სკოლის მეორე G კლასში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში და სატკბილეთის ქვეყანა. თუ გსურთ რომ იმოგზაუროთ უტკბილეს ქვეყანაში, წაიკითხეთ ეს წიგნები. ჩემი სრულია გარედის შემოხდეს მთრალი აუვლები, რომლებიც ჩხუბობენ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მე ვარ ანასტასია ხოზაშვილი, ვსწავლობ 163 საჯარო სკოლაში. მე წავიკითხე სატკბილეთის ქვეყანა. მისი ავტორი არის ირმა მალაციძე. მე სატკბილეთის ქვეყანის პერსონაჟებისგან გამოვარჩიე ჭიამაია, რადგან ის მეგობრული და კეთილი იყო. ბავშვებო, გირჩევთ წაიკითხოთ სატკბილეთის ქვეყანა. გამარჯობა, მე ვარ ანდრია როხაძე, 8 წლის. მე ვსწავლობ 163 საჯარო სკოლაში. კითხვა: ჩემმა ფერია მარინა მასწავლებელმა შემაყვარა. მე წავიკითხე ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები. მე ძალიან მომეწონა და ყველა ბავშვს ურჩევ წაიკითხოს
სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები. მე პერსონაჟებთან ერთად მოგზაურე სატკბილეთის ქვეყანაში, სადაც ბედნიერებამ გაიმარჯვა. მადლობა ძალიან დიდი. ანასტასია აკაზიანი. მე ვსწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ წაიკითხოთ ირმა მალაციძის წიგნები. ერთ-ერთი წიგნია სატკბილეთის ქვეყანა. თუ გსურთ იმოგზაუროთ ჯადოსნურ და ტკბილ სამყაროში, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. აქ გადმოცემულია ბევრი გვირაბა. სიმართლის გამარჯვება ტყუილზე, სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და ასე შემდეგ. აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. გამარჯობა, მე ვარ შოთა გულიაშვილი. მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. განსაკუთრებით კი ირმა მალაციძის წიგნები მომეწონა დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. მე უსწრებ ჩემს მეგობრებს, რომ წაიკითხოს ეს წიგნი. იმიტომ რომ ეს წიგნი ძალიან საინტერესოა. ერთი გვერდით რომ წაიკითხო, მთლიანი წიგნი შემოგეკითხება. განსაკუთრებით კი მომეწონა თხილო, იმიტომ რომ დაეხმარა სატკბილეთს გამარჯვებაში. გამარჯობა, მე ვარ დანიელ ციჩიძე. 173 საჯარო სკოლის მეორე გ კლასელი. დღეს მინდა გესაუბროთ ირმა მალაციძის ორ შესანიშნავ წიგნზე სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. თუ გინდათ ჯადოსნურ ქვეყანაში იმოგზაუროთ, გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნები. მე ვარ ბარბარა ეკელაშვილი. ვსწავლობ 173 საჯარო სკოლაში, მეორე გ კლასში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა. არის ძალიან საინტერესო წიგნი. მე ვიმოგზაურე ტკბილ ქვეყანაში. ყველა ჩემ თანატოლებს ვურჩევ, რომ ეს წიგნი წაიკითხოს. ძალიან ბევრ კარგ რამეს ისწავლით ამ წიგნიდან, გირჩევთ წაიკითხოთ. დიდი მადლობა პედაგოგს ამ წიგნის რჩევისთვის. გამარჯობა, მე ვარ ანდრია თოდუაევი. მე ვსწავლობ 173 სკოლის მეორე კლასში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის ორივე წიგნი სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. ორივე ძალიან მომეწონა. ყველა ბავშვს ვურჩევ, რომ წაიკითხოს. რადგან არის ძალიან მხიარული და იმხი თქვენც იმხიარულებთ. შოკოლადის გახსნა, სადაც ფიქრობდნენ როგორ გაეხარებინებთ ბავშვები. ძალიან საინტერესო წიგნია და ჩემ თანატოლებსაც ვუჩვენ, რომ ეს წიგნი წაიკითხონ. გამარჯობა, მე ვარ გიორგი მუჯიშვილი. ვსწავლობ თბილისის 173 სკოლაში. ვსწავლობ მეორე კლასში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის წიგნი, რომელსაც ჰქვია სატკბილეთის ქვეყანა. ყველაზე ძალიან მომეწონა ნიკო, რომელსაც ღარიბი ბიჭი იყო და ძალიან მომეწონა. კეთილი ბიჭი იყო. ბავშვებო, თქვენ წაიკითხეთ ეს წიგნი. ნახვამდის. მე ვარ ნიკოლოზ მიშველია. ვსწავლობ 173 საჯარო სკოლაში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის წიგნები. სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმარი სატკბილეთში. ბავშვებო, თუ თქვენ გსურთ ყველაზე გემრიელ, ყველაზე ტკბილ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნები. გამარჯობა, მე ვარ მათე ფილაუშვილი წლის.
სწავლა ბასამრდამესამე საჯარო სკოლაში. ვარ მეორე კლასში. წავიკითხე ირმა მალაციძის წიგნები სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. წერალმა გვამოგზაურა ძალიან ლამაზ და ტკბილ ქვეყნებში. ყველა ბავშვს უნდოდა იქ წასვლა. წიგნი გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ შურიანი და ბოროტი ბავშვები. ყველა ბავშვს ვურჩევდი წაიკითხოს ირმა მალაციძის წიგნები. გამარჯობა, მოგესალმებით სპენსი. მე 163 სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ვარ. ჩვენ წავიკითხეთ სატკბილეთის ქვეყანა. მე მომწონს პერსონაჟი სატკბილეთის ქვეყნიდან. მე აფთიაკი, იმიტომ რომ ყველას ურავნო. მოგესალმებით, მე ვარ ანდრია ბედიანაშვილი. მე ვსწავლობ 163 საჯარო სკოლის მეორე კლასში. მე მინდა წარმოგიდგინოთ ირმა მალაციძის წიგნი სატკბილეთის ქვეყანა და სულს გამოგზაუროთ ამ წიგნის სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან ტკბილი და ძალიან სასწაულია. გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი და თავად დარწმუნდეთ წიგნის სინამდვილეში, რომ მართლაც არსებობს ქვეყანა, რომელსაც სატკბილეთი ჰქვია. გამარჯობა, მეგობრებო, მე ვარ სანდრო მუშადიანი, ვარ 7 წლის. სწავლობ 163 სკოლაში და მინდა გავეცნოთ ირმა მალაციძეს სატკბილეთის ქვეყანა. თუ გინდათ რომ წახვიდეთ ტკბილი მოგზაუროთ ტკბილი ქვეყანაში, სადაც სახლები მურების კილებს გავს და ჯებირები შოკოლადისა და ხალხი ძალიან ბედნიერია. გირჩევთ წახვიდეთ სატკბილეთის ქვეყანაში. მე ვარ 163 სკოლის მეორე კლასში მოსწავლე. წავიკითხე მე სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. მე ძალიან მომეწონა ეს სატკბილეთის ქვეყანაში ბანანი მთვარე და მომეწონა სპორტოხლის გზე წვიმა და ჩემ თანატოლებთან ურჩევ რომ წაიკითხონ ეს წიგნი. გამარჯობა, მე ვარ თომა ვარიშვილი. მე ვსწავლობ 163 სკოლაში მეორე კლასში. ეხლა წავიკითხე მე ირმა მალაციძის წიგნები. ამ წიგნებს ჰქვია სატკბილეთის ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში. თუ გინდათ ასეთ ტკბილ ქვეყანაში თქვენც მოხვდეთ, უნდა წაიკითხოთ ეს წიგნები. მოგესალმებით, მე ვარ თამარ სამხარაძე, ვსწავლობ 163 საჯარო სკოლის მეორე კლასში. მე წავიკითხე ირმა მალაციძის ერთ-ერთი წიგნი სატკბილეთის ქვეყანა. ამ წიგნში მონაწილეობენ ვადია, რაფაელე, ნიგო და სხვა პერსონაჟები. მე ყველაზე მეტად მომეწონა სამწერეთის მეფის დამარცხება, რადგან იყო საინტერესო და სათავგადასავლო. ამ წიგნის წაკითხვა იყო სასიამოვნო პროცესი, ამიტომაც ყველას ურჩევ წაიკითხოს ის. მე ვარ დანიელ კუტანიძე. მე წავიკითხე ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა, რომელიც ძალიან საინტერესოა. ამ წიგნში მომეწონა ადამიანების და მწერების თავგანწირული ბრძოლა ბოროტების დასამარცხებლად. ვიძო წაიკითხოს, რათა ნახოთ რა შეუძლია მეგობრობას და ერთად ყოფნას.
გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ძილმელაშვილი, მე ვსწავლობ 163 საჯარო სკოლაში. მე ვარ მეორე კლასში, მე წავიკითხე იმ მაღალწილად წიგნები, სახელად სარკმლების ქვეყანა და დაუპატიჟებელი სტუმრები სადგილეთში. ისინი ძალიან მომეწონა. ის წიგნი დაწერილია კბილეულებზე. მე ძალიან მიყვარს კბილეულები და თქვენც გიჩვენებთ რომ წაიკითხოთ სარკმლების ქვეყანა და მისი გაგრძელება. გამარჯობათ, მე ვარ ბარბარა გავდელიანი. მე ვსწავლობ 163